ჯანდაბა, უგეშხუბობენ. მოითმინე, სულ ცოტა გადარჩა. მალე გავთავისუფლდები და აღარაფერი გაგახსენდება. გამორიცხულია. ისინი არასდროს გაგვახარებენ. წამოდი, მითხარი რამ გაგაბრაზა. ამ პრობლემას ახლა მოვაგორებ. თქვი რა გინდა და ყველაფერს შეგისრულებ. გვირდები. მინდა რომ საქორწილო კაბა აი ამ სიგრძის იყოს. და კიდევ, აი ასეთი ფოტოსურათის შეკვეთა მინდა. ასეთი ფოტოების შეკვეთა გინდა? ხო. მოდი, ასეთი შევუკვეთოთ. ეს გაცილებით ლამაზია. კარგი, ასეთი შევუკვეთოთ. სხვადასხვანაირი ფოტოს იღებენ და შენ უნდა შეარჩიო. დანარჩენებს თუ გინდა, ნუ წამოიღებ. მე ხუმრები? რა საშინელებაა? მე ასეთ ფოტოს არ გადავიღებ. რატომ? გინდა რომ სახალხო შემაწყვინო? ჩემმა მეგობრებმა ამ ფორმაში რომ დამინახონ, სიცილით დაიხოცებიან. მომისმინე? პროვინციელი გოგოსავით 1000 სისულელეს ნუ იგონებ. სირცხვილია. ისედაც პროვინციელები ვართ. თქვენ სადაურები ხართ. თუ ასე გინდათ, შეგიძლიათ ქალაქელი გოგო იპოვოთ. მაგრამ ბოდიში, ჩემზე დაქორწინება გიწევს. ასიე, თავიდან უნდა იწყებ, ხო? შენ საქორწინო ფოტოებიც სასაცილოდ გეჩვენება. საინტერესოა ქორწილში რითი დაიმშვიდებ თავს. პატყოფორსულობის გამო შენ უფრო გიწევს იძულების წესით გათხოვება, რადგან გამოდმევით პრობლემებს ქმნი და საჩხუბარ მიზეს ეძებ. დაცილებით მემუქრები, სახლიდან გარბიხარ. სტამბოლის შორს არ არის. რამდენიც გინდა იმდენი ისე ერნე. ხელს არ შეგიშლი. ილიას, კარგი, გეყოფა. მორჩა. ანგელოზების გარეშეც გავძლებთ. ჩვეულებრივი ფოტოები გადავიღოთ. ეს რა არის? რომ გელოდებოდი, მაშინ ვიყიდე ჩემი ფულით. უკეთესზე ფული არ მეყვა. არ მინდა დაგავიწყდეს, რომ ჩემი ხარ. მოიცადე. გეყოფა. იმ ოჯახთან შეხვედრას ვეღარავინ მაიძულებს. გეფიცები, ინფარქტი და მემართება. ასე ხომ არ შეიძლება. ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს რა გაუზრდელი ხალხია. მათთან ურთიერთობა შეუძლებელია. დედა, ზეწრების ყიდვა რატომ გადაწყვიტე? ეს რა წესია? ვის გაუგია? გაჩვენდი. დაფატმამ გადაწყვიტა იმ ხალხს საზრუნავი შეუმციროს. მომისმინე შვილო, მე მეტი საშუალება არ მაქვს. ვალდებული არ ვარ ვალებში ამოვიხადო სული. იმ ქალმა კი ყველაზე ძვირიან საიუველირო სალონში წამიყვანა. თითქოს პრეზიდენტის ქალიშვილისთვის ვყიდულობთ საჩუქარს. არა, მართლა გავგიჟდები. იმ გოგოს დედა შემომაკვდება. რა ხდება, ფატმა? ვის მოკლას აპირებ? ამჯერად რატომ ყვირი? რა ხდება? მამა სალიფ, დედა სალქაჯები დაესხნენ თავს და უამრავი ფული წაგლიჯეს. რა საშინელებაა? რისიც მეშინოდა ის მოხდა. იმედია მათთან არ გიჩხუბია. ვეჩხუბე და კიდევ ვიჩხუბებ. ფულიციდან არ ცვივა. კაბას და ბეჭდებს ვყიდულობთ. სხვა რაღა უნდათ. სახლი გვაქვს და კარი. მოვიდეს და იცხოვროს. ვერც კი წარმოიდგენთ რა მომთხოვეს. იცი რას გეტყვი? ჩემგან საკმარისია. არანაირ მაღაზიაში აღარ წავყვები. იმ გოგოს უთხარი რომ გათხოვება თუ უნდა გათხოვდეს და ზედმეტების მოთხოვნას თავი დაანებოთ. არ მაქვს და მორჩა. ბოლოს 17,000 ლირიანი ბრილიანტის კოლიე მოუთხოვიათ. აქ უკვე ჭკვიდან გადადგა. 17,000 ლირა? მამა ის ქალი გიჟია. კარგი შვილო, რამეს უყიდით, მაგრამ ამ ხელაფასიანი აუცილებელი ხომ არ არის? არა მამა. 2 ან 3,000-იანს ვუყიდით და საკმარისი იქნება. ამ კვირაში დიდი მხიარულება გველის, ძალიან დიდი.
ქალს ყოველი სიტყვა აღიზიანებს. საკმარისია ოქროულის ყიდვა ვახსენო და ჭკუიდან გადადის. მართლა გავგიშდები. საჩუქარიც კი ენანება. დედა გეყოფა. ვერ ხედავ რომ ფული არ აქვთ. სახლიც კი ვერ დაუქირავეს. ოქროულზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩემ და საქორწინოდ ყველაზე ლამაზ მდიდრულ და ძვირფას საჩუქარს ვუყიდი. იმ ქალს კი საქქვეყნოდ შევარცხვენ და მე იწუწუნოს. სამარცხენოდ იქცევით. ასეთ რამაზე ლაპარაკიც კი უხერხულია. ჩვენზე რას იფიქრებენ? რაღაც საქორწინო სამკაულის გამო გახარ და ილანძღებით. სეჰერ, შენ ქალიშვილის გათხოვება გინდა თუ მათი გამოწურვა? რამ გაგახელა? ისედაც ძლივს მოგვარდა საქმე. რაც გინდათ ის გიქნიათ. ქორწილს არ დავესრები. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. დედა. რა? კარგი რა, დედა. მეგობრებო, რაც გვჭირდება ყველაფერი ვიყიდოთ. ნუ გადავდებთ. თუ ასია ხოლმე ვიყიდოთ. გასველოდებით. მიდით, რაც შეიძლება მეტი ელექტროსადენი იყიდეთ, რომ დენის გაყვანა ორივე მხარეს შევძლოთ. ილიას მაგიდები იშოვე, მაღაზი არ იდარდო. მამაც ჩემის მეგობარი რესტორნიდან გამოგვიგზავნის. მუსიკოსებისთვის კარგი ადგილი უნდა შევარჩიოთ. მართალია, სწორად შენიშნე. ეს ადგილი როგორ მოგწონთ? მართლა მაგარია. მორჩა, გადაწყდა. რამდენი კაცია? 4 არიან. წარმოგიდგენიათ? ცოლს ვირთავ. მგონი ქორწილი დღესვე დაიწყო. დედა გაბრაზდა, გაიფხორა და თქვა რომ ქორწილს არ დავესრებიო. ასე ეს ძალიან ეწყინა. ბიჭის ოჯახი საოცრად ძუნწი აღმოჩნდა ოსმან. ის ქალი რას აღარ კადრულობს, რომ ფული არ დახარჯოს. სულ იმის შიში აქვს დიდი გასავალი არ ქონდეს. ქორწილს კი სახლის ეზოში იხდიან. ავეჯი არ აქვთ საყიდი და არაფერი. ნორმალური საჩუქარი მაინც გაეკეთებინათ.